ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მითხრეს რომ მივიდიოდი პროცესში. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, იმიტომ რომ მე ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა. ძალიან გულახდილად რო გითხრათ, მეგონა რომ სადღაც აცემრად მივყავდი, იმიტომ რომ ისე საიდუმლო ვითარებაში მეუნებოდნენ რომ უნდა წაგიყვანონ, მეთქი არ ეგონოთ რომ მეშინია თქო და ველოდებოდი ბადრაგის მანქანასთან. აღმოჩნდა რომ გარეთ მიშვებდნენ და არ ამცემდნენ და რომ ეს ჯობია ყოველ შემთხვევაში. პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, რომ ელისაშვილიო უცხოეთშიო კავშირები აქვს ელისაშვილს 30-იან წლებში ბოლშევიკები, ტრიბუნალი და ტროიკა რო იყო ზუსტად მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მაშინ, რა ვიცი მე, მიხეილ ჯავახიშვილს თუ რა მაზნიაშვილს, მათ თავს კი არ უყადრებ, მაგრამ კი არა და არ მგონია რომ მაცავით ვარ, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო. და ეხლა ამ დღეში რა მოხდა? ეხლა არ მივიმალები? შუამდგომლობით შემოვიდა პროკურატურა რო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შესული იყო გირაოთი, მოთხოვნა ჰქონდა 5000 ლარის ოდენობით, თუმცა შეამცირა სასამართლომ და 4000 ლარი შეუფარდა. თუმცა ჩვენ სასამართლოზე ვითხოვდით, რომ აღკვეთი ღონისძიება საერთოდ არ ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში ალეკო ელისაშვილი არის უდანაშაულო, თავს დამნაშავედ არ თვლის და სასამართლოზე მოსამართლესაც და პროკურორსაც უთხარი, რომ ერთადერთი თუ ვინც ჩაიდინა დანაშაული, ეს არის ქართული ოცნების მხარდამჭერი პარტიის წევრი ალი ბაბაევი. რადევს ხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დღეს მდგომარეობით ამ ეტაპზე არ იყოს საჭირო აღკვეთ ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიებას გირაოს უზრუნველყოფდა სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ მიზნებს. სწორედ ამიტომ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, სასამართლომ განიხილა, გაიზიარა და დააკმაყოფილა იქ შესაბამისად ბრალდებული სიმართლე გამოყენებული იქნა აღკვეთ ღონისძიების სახით გირაო 4000 ლარის ოდენობით. გაუგებარი იყოს დაჭერის პროცესიც და ეს გამოშვების პროცესიც, კარგია და ულოცავ რომ გარეთ არის, მაგრამ უპირველესი მოთხოვნა არის ყველა იმ ახალგაზრდის, ყველა იმ პატიმრის გამოშვება, რომელიც დღეს არიან, ესე თქვა, საპრობილეში. ეს არის ნომერ პირველი, ესე თქვა, მოთხოვნა, ეს მოთხოვნა არ შეიცვლება.